მშვიდობებს იმსახურებს და საუკეთესოს მიიღებს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და თავისუფალ ქართველ ხალხს. დაგიმარჯოთ, მიყვარხართ. მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, დიდი ბედნიერებით საქართველო იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს ბედნიერებას და იმსახურებს ერთიან გადაწყვეტილებებს ხალხის, პოლიტიკოსების, საქართველოს პატრიოტების. საქართველო არ იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ რეჟიმს. მე თქვენის ნებართვით მინდა მივესალმო კვლავ თბილისიდან ერევანში მარკო რუბიოს და მივესალმო თქვენთან ერთად ჩვენი ტელეფონების ანთებით თუ არ დაგეზარებათ იქნებ ეს გავაკეთოთ შემდეგ ჯერზე თბილისში. საქართველო იმსახურებს ყველა ჩვენს მეგობარს თბილისის, ამიერკავკასიის, როგორც მანამდე ეძახდნენ და ახლა კი შავი ზღვისპირეთის მთავარ ქალაქში, არა მარტო კავკასიის, შავი ზღვისპირეთის დედაქალაქ თბილისში უნდა ჩამოდიოდეს ყველა და წყდებოდეს ამ რეგიონის მთავარი საკითხები. სწორედ აქ თბილისში ვესალმებით მარკო რუბიოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩვენს დიდ ბრიტანელ ძმებს, ყველას და დებს, რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც უყვარს საქართველო და ყველა, ვინც გვიყვარს ქართველებს. და დიახ, ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველო იმსახურებს უკეთეს. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გაუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. დიახ, საქართველო იმსახურებს უკეთეს. და ბოლოს მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ 2023-ში დაპატიმრებულებს, 2024-ში დაპატიმრებულებს, როგორც დეკემბერში, 2025-ში დაპატიმრებულებს 4 ოქტომბერს, ყველას ვინც პატრიოტია და საქართველოს გამოიხდის უსამართლოს ასჯელს. მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დიახ აქ ანეხლა და რომლებიც უკვე ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება. და ბოლოს მე მინდა მოგესალმოთ თქვენ ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს და მინდა გთხოვოთ არ დაგეზაროთ. მე იმედი მაქვს რომ აქ იჭერს ინტერნეტი 1 წუთი, ჩემი 5 წუთიანი გამოსვლიდან მე მგონი არ გასულა. 1 წუთი დაუთმოთ Facebook Live-ს თქვენსას ამ მიტინგიდან და 1 წუთის განმავლობაში ილაპარაკოთ. რა გინდათ ოპოზიციისგან, როგორ ხედავთ შემდეგ დღეებს, თვეებს, კვირებს და თვეებს, ყველა ეს ლაივი იქნება ზოგიერთი გინებით, იქნება ნანახი, გათვალისწინებული და დიახ, არ მოგწეს აქ ტექნიკური შესაძლებლობები, მაგრამ მოვიქცეთ სწორედ ასე. 1 წუთი გითაული თქვენთაგანისთვის. ეხლა თქვენი დროა, ჩაწერეთ ლაივი ადგილიდან, ჩვენ გისმენთ,
ვიყვარხართ ძალიან და მეც დავწერ ერთ წუთიან ლაივს თქვენის ნებართვით. მე არ მწოდნია ლაივის ჩართვა, მაგრამ განწყობილი ვარ რომ თქვენ იცი და ვერ ვხედავ თქვენ ტელეფონებს. ძალიან გთხოვთ, მე არ გითხრათ რომ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ძალიან გვაინტერესებს. თქვენი ერთი წუთი ძალიან გთხოვთ გამოიყენოთ და გითხრათ რა უნდა გავაკეთოთ. რას ფიქრობთ ჩვენზე, ეგეც გითხარით პირდაპირ. მნიშვნელოვანია რომ ეს გავიგოთ თქვენგან და ჩვენ გეუბნებით რომ შემდეგი რამდენიმე თვე იქნება კამპანია, რომელიც დასრულდება ახალი არჩევნებით და ოპოზიციის გამარჯვებით დემოკრატიულ არჩევნებში და ბიზნეს წასვლით ამ ქვეყნიდან. ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლებს უსმენთ ახლა პარლამენტთან მოვიდა საბოლოოდ დღეს დაგეგმილი მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის ალიანსმა ერთადრე დაგეგმა მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით. მანამდე დაწერეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან მათ უნდათ მოეწყოთ სცენა, შემოეტანათ შესაბამისი აპარატურა. დღეს დილით ამასთან დაკავშირებით პოლიციამ განაცხადა, რომ მათ იმის გამო, რომ ხარვეზი დახარვეზებული იყო მათი შემოსული განცხადება, მეორე განცხადების დაწერნა კი არ იყო საჭირო დრო გასული პასუხის მისაღებად. ვერ შემოიტანდნენ საჭირო აპარატურას, მიუხედავად ამისა, მარშის განმავლობაში დინამიკებით დატვირთული მანქანა გამოჩნდა, რომლითაც მოუწვევდნენ პოლიტიკოსები მსვლელობას. ოპოზიციის ალიანსის წარმომადგენლები, ლიდერები იყვნენ გამოსული სიტყვით, წარსდგნენ ისინი რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინაშე. გაამხნევეს პოლიტპატიმრები, ასევე მოუწოდეს მოქალაქეებს, რომლებიც დისტანციურად ტელევიზორებიდან აკვირდებოდნენ ამ პროცესებს, რომ პოლიტპატიმრებისთვის საჭირო და დასახმარებლად შესაძლებელი თანხები გადაერიცხათ ვითებულ ანგარიშებზე, ასევე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
მქონე ბავშვების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს მოქალაქეებს. Როგორც ხედავთ, ახლა რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი. რამდენიმე 1000 ადამიანი შეიძლება რამდენიმე ათეული 1000 ადამიანიც კი იყო დღევანდელი აქციის მონაწილე. დღეს დილით ასევე გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ჯარისკაცებმა დადეს ფიცი, სიტყვით გამოვიდა პატრიარქი შიო მესამეც, ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი, გამოვიდნენ სიტყვით. მოგვიანებით კი 7 საათიდან დაიწყო საპროტესტო აქცია და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე. უწყოდი პროტესტი 500 დღეზე მეტია გრძელდება. მოგახსენებათ 28 ნოემბრის შემდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან და იბრძვიან ევროპული დემოკრატიული კურსისთვის. მოგახსენებათ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ისინი 2028 წლამდე აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს. ამ დროის განმავლობაში დააკავეს 100 მეტი ადამიანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციებზე, სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს ბრალდებები, მათ შორის დაკავებული არის ზია ამაღლობელიც, წელიწადზე მეტია. 4 ოქტომბრის პატიმრების გარდა თითქმის ყველა მათგანს უკვე მისჯილი აქვს რამდენიმე წლიანი პატიმრობა. ნაწილმა კი ადამიანებისა, რომლებიც დაკავებულები იყვნენ რუსული კანონის აქციებისას, დატოვეს საპატიმროები უკვე. რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. როგორც პირდაპირ ეთერში მოისმინეთ ოპოზიციის ლიდერებისგან, ეს იყო პირველი, თუმცა გრძელდება კამპანია, ეროვნული კამპანია, რომლის წარმატებისთვისაც უმნიშვნელოვანესია მოქალაქეების ჩართულობა. მათ მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ შემდეგი მასშტაბური შეკრებისთვის კიდევ უფრო მეტი უნდა იყვნენ, რომ უნდა გაიზარდონ, გამოხატონ ნდობა მათ მიმართ. და მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, ახლა ერთად უნდა იდგნენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებიც და სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პირებიც, ვინაიდან მათი თქმით, ახლა მთავარი დასაცავი არის ქვეყანა და სწორედ ამის გამო უნდა გაერთიანდეს ხალხი. მე დაგემშვიდობებით, ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერს უყურებდით. ნახვამდის.